მოწყობილ გამოხატვა ანაირი. ორი პაციენტების შემდეგ როცა მოდიან უკვე თერაპევტად. და შემდეგ ვინც ყვეც აი ონკომარკერი. აქ არის ციტოლოგიის ხო? პროგრამა შედგება 3 კომპონენტისაგან, ადრე იყო მხოლოდ 2 კომპონენტიანი ეგა და ეხლა ამ პროგრამის მიხედვით არის ასაკი გაზრდილი. თუ 35-დან 55 წლამდე ქალბატონებს შეეძლოთ პროგრამაში ჩართვა, ეხლა ასაკი გაიზარდა და ეს ზღვარი დაიწია ქვედა, ხოლო 30-დან 60 წლამდე. გარდა ამისა, ასევე ვაგრძელებთ ონკომარკერებით კვლევას და გარდა ამისა მინდა რომ ყველას მიმართო, ვისაც აქვს საშვილოსნოს ყელის რაიმე პათოლოგიური პრობლემები, მიმართოს ონკოლოგიის ონკოლოგიურ საავადმყოფოს. ჩვენი დაწესებულება 2014 წლიდან მონაწილეობს მერიის პროგრამაში. ეს არის სასულოსნოს ყელის სკრინინგი, ონკოპრევენციის პროგრამა. ჩვენ დაწესებულებაში შეუძლიათ მოგმართონ რეგისტრატურაში. შემდეგ კი ჩვენი რეგისტრატორი და კონკრეტულად არის სპეციალური გამოყოფილი კოორდინატორი და რომელიც დააკვალიანებს და აუხსნის. შეუძლიათ მიიღოთ კონსულტაცია გინეკოლოგის, საჭირო შემთხვევაში ეხოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული მკურნალობა.